გამოჩნდა ახალი მართლაც შოკის მონგრელი დეტალები მოსკოვზე 17 მაისს განხორციელებული ღამის თავდასხმის შესახებ. ეს იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა რუსეთის დედაქალაქზე ამ ომის განმავლობაში. და მოდით მე პირდაპირ თქვა მთავარი. ეს უბრალოდ დარტყმები არ არის რომელიღაცა ქალაქზე. ეს არის სისტემური გარღვევა 4 ეშელონის საჰაერო თავდაცვის ხაზში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი წლების განმავლობაში აშენებდა სწორედ მოსკოვისა და კრემლის დასაცავად. გახსენეთ, 9 მაისამდე მოსკოვში თითქმის მთელი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადმოიტანეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესეც კი მოსკოვს ვერ დაეხმარა. გარდა ამისა, გახდა ცნობილი თუ რით სწორედ შეუტია უკრაინამ და რას უნდა ველოდოთ მომავალში. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლებმაც კრემლი ძალიან შეაშინეს და უკრაინას იმედი მისცეს. სანამ ყველა მოსკოვს უყურებდა, უკრაინული უპილოტოები სინამდვილეში კიდევ რამდენიმე უნიშნავანეს ობიექტს დაესხნენ თავს რუსეთში. აქედან შორს. მოკლედ, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად გავეცნოთ. მე ალექსეი პიჩი ვარ. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი და მოიწონოთ ეს გამოშვება. და დაწევეთ თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ, შეგიძლიათ ახლავე ან გამოშვების ბოლოს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტენტის პოპულარიზაციისთვის YouTube-ზე. ამისთვის მადლიერი ვიქნები. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. ბუმული არხზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოკლედ შეგახსენეთ, სად დაარტყეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა. 17 მაისის ღამეს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი უკრაინული შეტევა მოსკოვზე. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მუშაობდნენ მოსკოვის ოლქში. ზელენოგრადში, შეტევის ან რუსეთის საჰაერო თავდაცვის მუშაობის შემდეგ გაჩნდა ხანძარი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხიმკებში, ლობნაში, ნაროფომინსკში, კლინში, სხოდნეში, დედოვსკში და დურიკინოში. პირდაპირ გეტყვით, თუ სადმე ამ მაქშანური ქალაქის სახელში სწორად არ გავაკეთე მახვილი, სულ არ მადარდებს. მე შეგნებულადაც კი არ მინდა დავიმახსოვრო ქალაქების სახელები ამ გაველურებულ რუსეთში. სულ არ მადარდებს. იქ სადღაც ჭაობებში იმ ქალაქებს სინამდვილეში რა ქვიათ. ზერტილი. სად დაარტყეს? დრონების იერიშის ქვეშ მოყვა სანქციირებული ნახევარგამტარების მწარმოებელი ქარხანა ანგსტრემი. ჩვენ ზელენოგრადში ვართ. ასევე დაეთხა ტექნოპარკი ელმა. იქ ხანძარი გაჩნდა. ამ ტექნოპარკში აწარმოებენ ელექტრონულ ტექნიკას, საკონტროლო საზომ მოწყობილობებს, ოპტიკურ ტექნიკას, ატარებენ მასალების დამუშავებას, სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და მუშაობენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. უკრაინული დრონების მოხვედრაც დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების ჩათვლით სადგურის სოლნეჩნოგორსკაიას ტერიტორიაზე. ეს მოსკოვის ოლქის სოფელ დურიკინოშია. ცეცხლი გაჩნდა ემქები რადუგას რუსულ მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროშიც. ის მდებარეობს მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში და იქ აწარმოებენ ფრთიან რაკეტებსა და მათ კომპონენტებს. ასევე დაიხურა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი. Ay. Ხო. ბულობს. როგორ ჩამოაგდეს? ეს ხიმკია ბიჭებო თუ რამეა. Никто сбивает членом. ხიმკებს უშენენ. ჯანდაბა ეს უბრალოდ საშინელება. Короче, сначала сюда один дрон влетел, потом второй влетел. Охренеть. ახლა იმაზე თუ რით და როგორ დაარტყეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მაქშანურ დედაქალაქს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა გამოიყენეს უკრაინული წარმოების RS-1 ბარსი FP-1 Firepoint-ი, სწორედ ის უპილოტო Firepoint-ი, ბარს SM გლადიატორი და სხვა. ანუ ეს ყველაფერი მხოლოდ უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო აპარატები. რუსეთმა გამოაცხადა თითქოს და ჩამოგდებულ დრონებზე 556 უპილოტო აპარატი და ეს თავისთავად მეტყველებს ამ შეტევის მასშტაბებზე.
წინა რეკორდი იყო 7 მაისს 347 დრონი. მანამდე 25 მარტს 399. ახლა კი 546. ზრდა ხდება როგორც ხედავთ ყოველ ჯერზე. და ყოველ ჯერზე მოსკოვი აცხადებს სრულ გადაჭერაზე, მაგრამ რატომღაც იწვის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები და ნამსხვრევები ვარდება აეროპორტებზე. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი. რა უნდა გავიგოთ საერთოდ ამ ისტორიაში და თითოეულმა მაყურებელმა. მოსკოვის რეგიონი არის ყველაზე გამაგრებული საჰაერო ზონა მთელ რუსეთში. აი, აბსოლუტურად მთელ რუსეთში. მოსკოვის გარშემო და თვითონ მოსკოვში ერთდროულად 4 ეშელონირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის ხაზი არსებობს. ეს არის გარერგოლი მთელი მოსკოვის ოლქის გარშემო. მეორე საშუალო რგოლი, მესამე რგოლი მკადზე და შიდა ქალაქის საჰაერო თავდაცვის რგოლი. ეს სწორედ ის პანცირებია პირდაპირი მნიშვნელობით. მთელ მოსკოვში სახურავებზე და კოშკებზე. და აი რა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში. 17 მაისის ღამეს უკრაინულმა უპილოტოებმა ასეთი 4 დაცვის ხაზიდან 3 გაარღვიეს. ეს საუკეთესო შედეგია მთელი ომის განმავლობაში. შეხედეთ დათმობის რუკას, რომ მასშტაბები გაიგოთ. ზელენოგრადი მეოთხე და მესამე საჰაერო თავდაცვის ხაზებშია. ისინი გარღვეულია. პირდაპირი მოხვედრა ტექნოპარკ ელმასსა და საწარმო ანგსტრემში. სბუი უწყება, ციტატა. საწარმო მნიშვნელოვანია. რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. და ჩართულია მიკროელექტრონიკის, რადიოელექტრონიკის, ოპტიკური სისტემებისა და რობოტოტექნიკის წარმოებაში მტრის სამხედრო საჭიროებებისთვის. შემდეგ არის კაპოტნია ან კაპოტნია. ეს უკვე მოსკოვის შიდა ზონაა, ანუ მეორე და მესამე საჰაერო თავდაცვის ხაზი. შედეგად ხანძარი გაზპრომ ნეფტის მოსკოვის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საწვავის მომწოდებელი მოსკოვისა და ცენტრალური რეგიონისთვის. სიმძლავრე 12 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში. აწარმოებს საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს და ავიაკეროსინს. შემდეგ, სოლნეჩნოგორსკი. ეს კვლავ საჰაერო თავდაცვის შიდა ზონაა, ანუ მოსკოვის დაცვის მეორე და მესამე ხაზი. დაზიანდა ტრანსნეფტის ნავთობის სატუმბი სადგური დურიკინოში. ეს ნავთობის მიწოდების უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კვანძია. დამატებით დადასტურდა დარტყმები ნავთობის გადამტან სადგურზე ვოლოდარსკოეში. ანუ ერთ ხამეში დაზიანდა რამდენიმე ობიექტი ერთდროულად. ცენტრალური რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურა. შემდეგ, შერემეტიევო. უპილოტო აპარატების ნამსხვრევები დაეცა აეროპორტის ტერიტორიაზე. შედეგად რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტი დახურულია. პარალელურად შეზღუდვები დაწესდა ნუკოვოში, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკში. კრასნოიარსკი, კრასნოდარი, ნიჟნი ნოვგოროდი. ეს დამატებითი რეგიონებია, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ისტორიაში ერთი რამ გავიგოთ. უკრაინულმა უპილოტოებმა წარმატებით გაარღვიეს მოსკოვის ეშელონირებული თავდაცვის 4 ხაზიდან 3. ეს კიდევ არ ითვალისწინებს იმას, რომ მათ როგორღაც იქამდე უნდა მიეღწიათ. რამდენიმე რეგიონი უნდა გაევლოთ. რუსებმა მოსკოვში უზარმაზარი რაოდენობის სისტემები გადმოიტანეს. მაგრამ სიმჭიდროვე ვერ ანაზღაურებს ჩვენი უკრაინული უპილოტოების ხარისხსა და რაოდენობას. დრონები ტალღებად მიდიან ულტრამდაბალ სიმაღლეებზე და რამდენიმე მიმართულებით. ეს არის კლასიკური ტაქტიკა საჰაერო თავდაცვის დასუსტებისთვის. და ეხლა მოსკოვი უკვე აღარ არის ფრონტის ხაზიდან შორს ყოფი ადგილი. არა, დღეს უკრაინამ კაფიო დაჩვენა, რომ ომი შეიძლება იყოს იქ, სადაც არავინ ელოდა. რუსეთში უკვე განაცხადეს, რომ რა თქმა უნდა არიან მსხვერპლი. ხიმკებში ერთი გარდაცვლილია, ერთი ნანგრევებშია. მიტიშებში 2 გარდაცვლილია. მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ვორობიოვის მონაცემებით რეგიონში 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ნამსხვრევები პირდაპირ საცხოვრებელ სახლებზე ვარდებოდა და სწორედ ამან გაზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ თავდასხმის ქვეშ მხოლოდ მოსკოვი არ იყო და ეს საინტერესოა. საქმე იმაშია, რომ სანამ მთელი დაცვა მოსკოვზე იყო გადართული, დარტყმები ოკუპირებულ ყირიმზე განხორციელდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პარალელურად ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე მიიტანა შეტევა. განადგურებულია საზენიტო კომპლექსი პანცირი C2 ანგარი რადარით, C400-ის კომპლექსისთვის უპილოტო აპარატების მართვის სისტემა ორიონი, პეპელას მიწის მართვის სადგური, ფორპოსტი, მონაცემთა გადაცემის პუნქტი მიწა ჰაერი, დისპეჩერის კოშკი და ანგარი აეროდრომზე. ანუ სანამ მოსკოვი უპილოტო აპარატებზე იყო გადართული, ყირიმმა მიიღო ცალკე დარტყმა მთელი სამხედრო ავიაციის ინფრასტრუქტურაზე. და გახსოვდეთ, რომ პუტინმა რუსეთის მასშტაბით ნაწილი სააერო თავდაცვის სისტემებისა მოსკოვში გადაიტანა, რათა საკუთარი თავი დაეცო. შეტევები კიდევ უფრო გავრცელდა. უკრაინამ დააზიანა სასაზღვრო საპატრულო გემი, პროექტი 10410 სვეტლაკი, კასპიისკის პორტში. ყურადღება, ეს არის დაღესტანი. ანუ უკრაინა უკვე ანადგურებს რუსეთის ფლოტს კასპიის ზღვაში, რომელიც ოდესღაც რაღაც დაურღვევლად იქნებოდა.
აღნიშნავ, რომ იქიდან, კასპიის ზღვიდან რუსებმა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ თავის დროზე სირიაც დაარტყეს და იქამდე ვერავინ წვდებოდა. ჩანდა, რომ ეს თითქოს რუსებისა და ირანელების შიდა ზღვა იყო და თითქოს ეს საერთოდ დაურღვეველი ზონა იყო. ეხლა იქ გემები იწვის. გარდა ამისა, ერთ დღეში დონბასში განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემა TOR-M2 და საწვავ-საფოხი მასალების მატარებელი. ამგვარად, ერთ დღეში უკრაინამ დათქმა მიაკენა მოსკოვიდან კასპიის ზღვამდე. ზელენსკიმ სხვათა შორის დღეს შემდეგი განაცხადა, ციტატა: "ჩვენი დიპლომატიური დათქმების კარგი ტალღა უკრაინას ამ შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად სამიზნეებამდე მანძილი 500 კილომეტრზე მეტია. ეს კიდევ იმიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვის რეგიონი ყველაზე მეტად არის გაჯერებული რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. ისინი თავიანთ ძალაუფლების არეალს იცავენ. მაგრამ უკრაინის შორი მოქმედების ქმედებები ამას უკვე ლახავენ. რუსებმა უნდა იფიქრონ თავიანთ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე, თავიანთ საწარმოებზე და არა იმაზე, როგორ დაანგრიონ სხვა ხალხების ცხოვრება უკრაინაში, მოლდოვაში ან ნებისმიერ სხვა მეზობელ ქვეყანაში. აქ წერტილებს დავაკენებ. თქვენი აზრი და დასკვნები ტრადიციულად დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ შეტყობინებები და არ გამოტოვოთ ახალი გამოშვებები. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. ბული მასე ამ ვიდეოს აღწერაშია. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით, ამ ვიდეოს აღწერაში მითითებული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით დასრულდა, მოუფრთხილდით თავს. ყველას მშვიდობით.